მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება მოკლედ დღის ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ბრიუსელში ნატო საქართველოს კომისიის ხდომა დაიწყო, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება. კომისია განვლილი წლის მუშაობაში აჯამებს. ამ ეტაპზე კი საქართველოს დემოკრატიისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ეს გამოიხატა 1 ოქტომბრის არჩევნებზე, მომდევნო გამოცდა კი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. მაია ფანჯიკიძე ნატო საქართველოს კომისიის საბჭოს ხდომაზე სიტყვით გამოვა. მონაწილეობას მიიღებს ასევე ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიასთან დაკავშირებულ შეხვედრაშიც. სერგეი ლავროვის განცხადებამ ქართულ-რუსულ დიალოგს შესაძლოა ხელი შეუშალოს. ქართველი დეპუტატების აქტიური განხილვის საგანი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა წინაპირობების გარეშე ურთიერთობის განახლების სურვილს არ შეესაბამება. დეპუტატების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სერგეი ლავროვის კომენტარი არ იყო იმის ადეკვატური, რა ნაბიჯიც ქართულმა მხარემ გადადგა დიალოგის დასაწყებად. თამარ მახარაშვილი ესაუბრა დეპუტატებს და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თამარ, გისმენთ. პარლამენტში პირველი კომენტარები სერგეი ლავროვის განცხადებასთან უკვე გაკეთდა. უმრავლესობის განცხადებით დიალოგი უნდა დაიწყოს რუსულ მხარესთან, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე. მათი თქმით, რუსული რიტორიკა ხელს შეუშლის დიალოგის დაწყებას. დიალოგი რუსეთთან უნდა დაიწყოს, ეს არ იქნება ადვილი. რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი მოგეხსენებათ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ დიალოგის აღდგენა ჩვენ დიდ მეზობელთან არ მოხდება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დათმობის ხარჯზე. საქართველოს ხელისუფლებამ გამოავლინა თავისი პოლიტიკური ნება, რომ რუსეთთან დაიწყოს დიალოგი და არსებული უთანხმოებები, კონფლიქტები მოარგოს. ამიტომ, როდესაც ეს ჟესტი გაკეთა ახალი ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ გქონდა მოლოდინი და გვაქვს ასევე რომ რუსეთის მხრიდან ადეკვატური შემხედრი ნაბიჯი იქნება გადამოდგმული. მე ვფიქრობ, რომ ასეთი რიტორიკით გაგვიჭირდება ჩვენ ცივილიზებულად შევიდეთ დიალოგში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქვს ყველაფრის მიუხედავად მოლოდინი იმისა, რომ რუსეთიც ამ ნაბიჯს გადმოდგავს და საერთო ჯამში ჩვენ დასავლეთთან ერთად შევძლებთ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ იმ პრობლემებზე, რაც არსებობს ჩვენ შორის. მედიისთვის ცნობილი არ არის გაგრძელდება თუ არა ლავროვის განცხადებაზე მსჯელობა პლენარულ ხდომაზე. თქვენ შეგახსენებთ, რომ მთავარი განსახილველი თემა დღევანდელ სესიაზე პოლიტპატიმრების სიაა. შეფასებებით პარლამენტიდან თამარ მახარაშვილი საუბრობდა.